მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ახო ჯაფარიძე და ეს არის ჩემი ყოველკვირეული რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგს. დღეს გვაქვს რიგით მე-15 გამოშვება. და ამ რუბრიკაში მე ვკითხულობ თქვენს შეკითხვებს, რომელსაც მიგზავნით პირადში. და ესეთ ვიდეო ფორმატში ვცდილობ, რომ გაგცეთ მეტნაკლებად ღირებული ამომწურავი პასუხი და შეძლებს დაგვარად მოგცეთ რაიმე ქმედითი რეკომენდაცია იმისთვის, რომ თქვენ იპოვოთ თქვენი პრობლემების დაძლევის გზები. მაშინ დავიწყოთ. მეშინია ადამიანების დაკარგვის, რის გამოც მუდმივად მიწევს დათმობაზე წასვლა. რაც დისკომფორტს მიქმნის. როგორ მოვიქცე, რომ თავი ცუდად აღარ ვიგრძნო. აქ საქმე გვაქვს ცხოვრებისეული პოზიციის დეფორმაციასთან. ცხოვრებისეული პოზიცია ეს არის ჩემი სიღრმისეული წარმოდგენები საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებს. თქვენ შემთხვევაში აშკარაა, რომ გაქვთ საკუთარ თავზე უფრო ცუდი წარმოდგენები ვიდრე სხვა ადამიანებზე და როდესაც მათი და თქვენი ინტერესები შედის კონფლიქტში, ვინ უნდა გავწიოთ გვერდზე, ასე ვთქვათ, ვისი ინტერესები უნდა შევწიროთ, ბუნებრივია ჩემი, ხო? შესაბამისად, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ვიმუშაოთ საკუთარი თავის შესახებ აზრის, ასე ვთქვათ, გამოსწორებას. იდეალური იქნება თუ მიმართავთ ამისთვის ფსიქოთერაპიას. იმიტომ რომ ასეთი რაღაცები, როგორც წესი, საკმაოდ მარტივად და სწრაფად კორექტირდება ხოლმე. თქვენ კი შეგიძლიათ, აი შემდეგი მაგალითად 3-4 კვირის მანძილზე ყოველ დღე დღეში 5 წუთი იფიქროთ იმაზე, თუ რა არის თქვენში კარგი, მოსაწონი, რას აფასებთ საკუთარ თავში, რა არის თქვენში უნიკალური, გაიხსენოთ თქვენი წარმატებები, გაიხსენოთ ყველა ის მომენტი, სადაც საკუთარი თავით ხართ კმაყოფილი და აი ასე აკეთეთ დღეში, სადღაც 5 წუთი, შემდეგი 3-4 კვირის მანძილზე. როდესაც თქვენი წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ გაუმჯობესდება, მაშინ არ შეგექმნებათ ეს პრობლემა. შესაბამისად, ის ადამიანები, რომელთანაც გამოგიოთ ურთიერთობა, გადასარევი და კარგი, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გამოხატავს სურვილს, რომ წავიდეს ურთიერთობიდან, ხო, დასანანი იქნება შეიძლება, მაგრამ გაცილებით უფრო მშვიდად მიიღებთ ამას. შემდეგი შეკითხვა წავიკითხოთ. ძალიან დაბნეული ვარ. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც მეგობრის ქმარი მიგზავნის სასიყვარულო მესიჯებს. გარკვეული პერიოდი თავს ვისულელებდი და ვუტარებდი ხუმრობად, მაგრამ უკვე ძალიან ვიძაბები. ხო, არ იყო საჭირო აქ თავის გასულელება და ხუმრობაში გატარება, რახან თავიდანვე ყველაფერი გასაგები იყო თქვენთვის და ნათელი. აქ არის კონფლიქტური სიტუაცია. მას უნდა ურთიერთობა, თქვენ არ გინდათ, ხო? ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში ჯერ თავაზობთ ადამიანს თანამშრომლობას და ეუბნებით ესეთ რაღაცას, რომ მოდი დავამთავროთ მაგალითად. ამ შემთხვევაში თანამშრომლობა გამოიხატება იმაში, რომ დავასრულებთ ამ ასე ვთქვათ, ქცევას. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ასე ვთქვათ, არ მოდის ამაზე, მაშინ შეგიძლიათ უთხრათ, რომ მოქმედებთ მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რასაც ჩათვლით საჭიროთ იმას მოიმოქმედებთ. ასევე შეგიძლიათ შეინახოთ ამ მიმოწერის ყველა სკრინი იქნება თუ ასლი, რომ ჩანდეს, ასე ვთქვათ, რითი დაიწყო ყველაფერი და როგორ მიმდინარეობდა პროცესი. ამ შემთხვევაში რომ ხელზე გქონდეთ ეს მტკიცებულება, რომ მე რაღაცები არ დაგაბრალო. სადღაც ასე. შემდეგი შეკითხვა. ბავშვობაში მამა ძალადობდა ფიზიკურად. ახლა ხანს გავაცნობიერე, რომ ორივე ურთიერთობაში ერთი ქმარი და მეორე პარტნიორი მოძალადე იყო. უკვე მეშინია ახალი ურთიერთობის დაწყება, როგორ მოვიქცე. მობრძანდით ფსიქოთერაპიაზე, იმისათვის, რომ ვიკვლიოთ მამას, ასე ვთქვათ, გაუცნობიერებელი ხატი, დავაკორექტიროთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მამას ხატი, რომელიც დღეს გაქვთ არაცნობიერში, ხო? ერთის მხრივ მატრაუმირებელია და მეორეს მხრივ ქვეცნობიერის მიერ აღიქმება როგორც გარკვეული ტიპის სტანდარტი. მიზანიც კი, ვიტყოდი. მაგრამ იცით, აი იმ 30 წლის მანძილზე, რაც
ფსიქოტექნოლოგიებით ვარ დაკავებული, გამონაკლისების გარეშე ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ადამიანის პრობლემის რეალური მიზეზი არის რაღაცა სხვაში და არა იმაში, რაც მას გონია, რომ ეს არის მან და მაინც მიზეზი. ასე რომ, ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ მობრძანდებით, ასე ვთქვათ, პირისპირ სამუშაოდ ფსიქოთერაპიაზე. ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენი შეკითხვები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ჩემს Facebook გვერდზე პირად მიმოწერაში. Facebook-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ვიდეოს აღწერაში ნახოთ. და ასევე პირად კონსულტაციაზე ჩაწერაც მანდედან ხდება. წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვა. ჩემს ქმარს უნდა უცხოეთში წასვლოს სამუშაოდ და ცოტა მეშინია დისტანცია მაშინებს. პრინციპში ურთიერთობებისთვის დისტანცია არის სერიოზული გამოცდა, შემიძლია გითხრათ. ნამდვილად არ არის კარგი დისტანცია ურთიერთობებისთვის. ამ შემთხვევაში თუ ესეთი სიტუაცია ცხოვრებისეული, რომ მაინც უნდა წავიდეს, სხვა რაღაცეები ხდება ხოლმე და ხანდახან არის რაღაცა აუცილებლობები, ხო? ამ შემთხვევაში ალბათ კარგი იქნება თუ დაილაპარაკებთ და ერთმანეთში გაარკვევთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ურთიერთობების სიახლოვე და ალბათ სითბო. სადღაც ასე. და დღეისათვის ბოლო შეკითხვა. შევამჩნიე, რომ სხვის აზრზე ვარ დამოკიდებული. ძალიან მალე ვკარგავ მოტივაციას, როდესაც რაღაც თუნდაც ჩემთვის მნიშვნელოვანს არ მიწონებენ. როგორ ვიმუშაო ამაზე? ურეთ, ამას ქვია გარე რეფერენცია. როდესაც სხვის აზრს ავტომატურად აღიქვამთ, როგორც ბრძანებას, ინსტრუქციას. ხო, იმისათვის რომ შეცვალოთ აზროვნება, შეცვალოთ დამოკიდებულება, შეიცვალოთ ემოციური მდგომარეობა, გადაწყვეტილებები და ქცევა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლო იქნება შიდა რეფერენციის გამომუშავება, იმიტომ რომ გარე რეფერენციის შემთხვევაში, ხო, ძალიან დამოკიდებულები ვხდებით სხვა ადამიანების აზრზე, რომელიც გამოთქმულია სიტყვიერად, ან შეიძლება არასიტყვიერადაც იყოს გამოთქმული, ხო, დაღრეცილ სახეს შევხედეთ და ჩავთვალეთ, რომ რაღაცა არ მოწონს ჩვენში და ეს ავტომატურად რაღაცა გარგვინებს ემოციურ სიმშვიდეს. როგორ გამოვიმუშაოთ ეს შიდა რეფერენტულობა? პირველი და მნიშვნელოვანი უნდა შევიტანოთ სიცხადე იმაში, თუ რა არის თქვენი ღირებულებები. რა არის თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ტოპ 5-ეული მაინც, ხო? როდესაც ამას გაარკვევთ, მეორე რაზეც ძალიან სასარგებლოა, რომ დაფიქრდეთ ესე თქვენი მიზნები. რისი მიღწევა გსურთ, მაგალითად 5 წლის პერსპექტივაში. და შემდეგ ნებისმიერი აზრი, რომელსაც მოისმენთ გარედან, გაატარეთ გარკვეულ ფილტრში. ხო, ამისთვის დასვით ესეთი შეკითხვა. ეხლა აი ამ ადამიანის აზრი, ამის მოწონება თუ არ მოწონება. სასარგებლოა, რომ გავითვალისწინო, მეხმარება ეს ჩემი ღირებულებების რეალიზაციაში, ჩემი მიზნების მიღწევაში, თუ პირიქით უკან მხევს. და იმ შემთხვევაში, თუ სასარგებლოა, გაითვალისწინეთ. იმ შემთხვევაში, თუ უსარგებლოა, უყვაგდეთ. ანუ, ასე ვთქვათ, იმ კატეგორიაში გადაიტანეთ თქვენს გონებაში, სადაც არის აბსოლუტურად საინტერესო, მაგრამ უსარგებლო ინფორმაცია თქვენთვის ამ ეტაპზე. დღეისათვის სულ ეს არის. გახსოვდეთ, რომ ეს არის უსაფრთხო სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა და მიიღოთ მასზე ესეთ ფორმატში პასუხი. ამიტომ შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ში, პირადში და აუცილებლად გაგცემთ პასუხს ერთ-ერთ გამოშვებაში. აბა, მომავალ შეხვედრამდე.